მიშა და ნინო ძველი რადიო როგორც ყოველთვის ამ დროს თქვენთან ერთად დღეს 25 ივლისია ჩვენ სეზონს ხურავთ ფაქტიურად უნდა შევაჯამოთ მთელი სეზონი თუმცა რაც შეეხება სეზონს რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს უნდა მოვეფეროთ მაგრამ ალბათ ყველას გაინტერესებთ ზაფხულის უпростоრეთ აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი და რა თქმა უნდა ჩვენს მიშა ცაგარელთან ერთად მიხეილ ცაგარელთან ერთად შემოგიერთდით მოგისალმებით შემოგარგება ყოველივე კარგს გისურვებთ ბედნიერ დღეს შემდგომ უკვე დასვენებას იმედია ზოგი უკვე ფიქრობს ამაზე რომ დაისვენოს და შემდგომ დღეში ორგანიზმიც მინაგითრად მაგრამ მოკლედ მიშა ცაკარი გრიშა ცაკარი ნინო ცაკარი ორი მიშა და ნინო შევდგეთ საქმეს ეხლა დავიწყოთ მოდით იმით რაც ვიქადის ეს პერიოდი იმიტომ რომ უკვე მზემ გადაინაცვლა ლომის ზოდიაქოში აგვისტო ფაქტობრივად ლომის მფლობელობის ქვეშ არის ამაკ თუ იმას დავუმატებთ რომ იუპიტერი გამარჯვების პლანეტა უკვე გადასულია ლომის ზოდიაქოში ესე იგი საინტერესო ამბებია უნდა იყოს ძალიან პომპეზური ზაფხული რატომ იმიტომ როცა იუპიტერი და მზე ორივე არის ესეთ პომპეზურ ნიშანში თეატრალურ ნიშანში სპექტაკლები და შოუ ბიზნესით ახსავს ლომში ყველაფერი იღებს შოუს ფორმას ამიტომ წელს მე ვოდები რომ მაინც ყველაფერი იქნება მინდა გითხრათ ძალიან საინტერესოა ლომი არა თავისებურად საინტერესო არა ნუ ერთი მეფეთა ნიშანია და იმპერატორთა ნიშანი დავიწყოთ აქედან საქართველოს იმართება ლომის მიერ შორიშულოსაინ და ლომის ორი მართველი ყავს. ამიტომ საქართველოში უღარ პომპეზურობა, გასვენებაც კი უნდა იყოს პომპეზური. აღარ ვამბობ ქორწილზე დაბადების დღეს და შენგო, ხო? ეგ უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული ფეერვერკები, განსაკუთრებული მუსიკა, განსაკუთრებული დროს და აი დღესასწაულებზე აღარ არის საუბარი. აი ახლა არის ზუსტად აი ეს დრო შემოდის. ამიტომ რატომ გონია რაღაცა ესე შოუ სპექტაკლები დაიდგმება ყველაფერი თეატრალიზებული იქნება ყველაფერი სიყვარულის კი ესეთ ფორმას მიიღებს, მუხლებს დადგომი და რაღაცა ესეთი პოეტური ელემენტებით ხო აი ეს ყველაფერი მოხდა ერთ ჩართვას გავაკეთებ თავარია ლომს გვირგვინი არ შეერყეს არა იცი რა შეერყება იმ შემთხვევაში თუ ადამიანთა უმრავლესობა აქ ლომის ცუდ თვისებებს გამოავლის და წარმოაჩენს წინაპარზე ეგოიზმი დიქტატორული თვისებები ზღვარადასული ამბიცია ზღვარადასული ამპარტავნობა კეთმაღლობა სულსტრაფობა ფულის ხარათო ხარჯვა სიჯუტე ეს თვისებები რასაკვირველია კონფლიქტ შექმნიან, ხო? ალბათ ხდებათ კონტროლი, მაგრამ უნდა გავიწყდება ლომი მართავს სიყვარულს. ეს სიყვარულის სიმბოლოა. ამიტომ რაც მეტად ადამიანი იქნება მოსიყვარულე და ნებისმიერ საქმეში, ურთიერთობებში, სიტყვაში ჩააქცევს სიყვარულს, ეს მისი წარმატების მთავარი ფაქტორია. ძალიან დიდი ძალა აქვს ამ ენერგიას, ხო? სიყვარულის ენერგია ისეთია, ვერაფერი ვერ ერევა. აი მოდი ასე ვთქვათ, რომ ესე იგი ჩვენ გადავდივართ იმ მოედანზე სათამაშოდ სადაც მეფობს სიყვარული. ამაზე ასე რა უნდა იყოს, ხო? აი მე რომ გადავალთ ქალწულში სექტემბერში მეფობს წესრიგი, საქმე, პასუხისგებლობა, თან დასვენება, თან სიყვარული კარგია. შვენიერია. ვისაც მოეწონა? შოუ სპექტაკლის სიყვარული, ხო? შვენიერია. ამიტომ აქედან გაუნარე ხა მოდი ასე ვთქვათ, რომ პერიოდი საინტერესო იქნება, დასვენება შეიძლება შოუ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღება, ლატარები, კონკურსები, ამ და გვარი რაღაცეები, დიდი რაოდენობით. საერთოდ მოგებების ტენდენციაც იქნება ძალიან მაღალი, ბევრი ადამიანი რაღაცებს მოიგებს და ასე შეგო ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ეხება თუ ყველას ეხება აბსოლუტურად თუმცა მოხოთ მან უნდა ითამაშო რომ მოიგო ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ცალკეულ ნიშნებზე და იქ ვის ცოტა მეტი ვის ცოტა ნაკლები ამაზეც სწორად გავამახვილებთ ყურადღებას მაგრამ ახლა მთავარი რა არის მთავარი მაინც გავიფიქროთ თვითონ თვეს აქ გარკვეული ნიუანსები და ამ ნიუანსებს უნდა თავისი ყურადღება ახლა რა იგულისხმება ამ ნიუანსებში მოდი ამუშავოთ ის რომ პირველი და უმთავრესი დედამიწას აქ ენერგოველი ხან არის პოზიტიურ ველში, ხან ნეგატიურ ველში. როცა ეს ნეგატიურ ველში გადადის, მატულობს დაძაბულობა, ტრაუმულაურობა, მატულობს კონფლიქტურობა. როცა ეს დადებით ენერგოველშია, ურთიერთგაგებაც მაღალია, კომუნიკაციაც მაღალია და ყველაფერი ადვილად გამოდის. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უნდა გავეთვალისწინოთ ისიც, რომ ყველა არის სვენებს, ხო? ზოგი ისვენებს, მაგრამ ზოგი შრომობს და შრომით ვაღზია და ამიტომ ისიც გასათვალისწინებელია მათი ინტერესებიც. ეხლა მოდი ამუშავოთ პირველ რიგში, როდის გვაქვს ესეთი ჩვენ პერიოდი, საფრთხილო, საყურადღებო 12 აგვისტოდან თითქმის აგვისტოს ბოლომდე. დედამიწა გადადის ორბიტ ენერგოველში. იქამდე არის დადებით ველში. აი ხა თუ გიდათ აიღეთ ეს პროცესი უკვე დაიწყო სადღაც დაახლოებით 20 ივლისიდან და გასტანს დაახლოებით 12 აგვისტომდე ეხლა გვაქვს დადებითი არგოველი. ამიტომ თუ თქვენ გაქვთ ეხლა საქმიანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები თან პლანეტა მერკური უკვე ასწორებს თავის მოძრაობას, როცა მერკური ასწორებს მოძრაობას ეს კომუნიკაციის მმართველი პლანეტა
ამ დროს ადვილდება იდეების რეალიზაცია, მგზავრობა, მოგზაურობა, ურთიერთგაგება, ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები მიხვდი და აქედან გამომდინარე, აი 12 სექტემბრამდე მე ყველას ურჩევ. მნიშვნელოვანი საკითხებია, საქმეებია, ფინანსური ერთობლივი და აი ეს ყველაფერი მოაგვარეთ აი ამ პერიოდში. ყველაზე კარგია. დღეინდაც სიყვარულის ახსნა 12-მდე ესეც მოასწარეთ. რატო? იმიტომ რომ 12-ის მერე ცოტა სიტუაცია იწაბება. ურთიერთგაგება ცოტა მცირდება. ეს არ ნიშნავს რომ იქ ჩვენ ცუდად ვიქნებით, არა. მაგრამ მაინც დასვენება, მაინც ბუნებაში ხარ სილამაზეში და როცა ესე შვიდვითარებაში ხარ, ყოველთვის უფრო კარგად გზნობ. თავს ნერვული სისტემა უფრო ძლიერია და პრობლემებს ადვილად წვითავ, ხო? მაგრამ მაინც გარკვეულმა ნეგატიურმა ტენდენციებმა, მაგალითად, შეიძლება მოდიხარ თბილისში და 9 ჯერ დაგაჯერმებენ არაფრის გამო და ჩამოდიხარ ცუდ ხასიათზე. ანუ ძღოლებმა უნდა გაითვალისწინოს. ხო, ქვეით ატმოსფეროლებს ყურადღება. აქ მოდი მაგალითად შეიძლება ძველმა დაავადებებმა ეჩინონ თავი. ხო, ესეც ახლა სულაც არ არის სასურველი. ანუ რასო, როცა ვარყოფთ ერგო վել ესე თორმეტი ამინდის გამო ზღვაზე ვერ შეხვედრით. ხო, ახლა ამინდების სხვა შეიძლება იყოს ცვლილებები, იმიტომ რომ ახლა გაითვალისწინეთ ელ-ნინიო ბევრს გაუგია ალბათ რაც ხდება და ახლა ხდება სწორედ ამინდის შესვლა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ცვლილებებია სეროზული, ატმოსფერული და ჩვენ წელს გვაქვს არაჩვეულებრივი ელ-ნინიო, არამედ სუპერ ელ-ნინიო, ამიტომ ძალიან ძლიერი. შეიძლება ძალიან დიდი ცვალებადი ხასიათი მიიღოს ამინდმა, წვიმები, სიცხე, ეს ყველაფერი ერთად აირიოს, თუმცა შემოდგომა იქნება უფრო თბილი, ვიდრე ჩვეულებრივად, აი როგორც შარშანი იყო დაახლოებით, მაგრამ აი აგვისტომ ცოტა ამ კუთხითაც შეიძლება აურიოს. ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ უნდა ვიყოთ მზად რატო? იმიტომ რომ შეიძლება ხანძრები იყოს. შესაბამისად, ხო, ვარცოფები შეიძლება იყოს და აგვისტო ჩვენ გვახსოვს შოვის ამბები და ასე შემდგომ, ხო, კარგი. აგვისტო, მოდი ეს ვთქვათ, ისტორიულად რო შევხედოთ 7-18-ის, ან არის რაღაცა იწვის ხეები, ან რაღაცა მწყები და ასე რაღაც ესეთი სახის პრობლემები არის. ამიტომ ატმოსფეროსით ამას ვერ გადაურჩევით, ეს ტენდენციები მოსალოდნელი უკვე 12-დან თვის ბოლომდე, მაგრამ თლიანობაში მაინც თვე კარგია. ეხლა მივაქცევთ ყურადღება ორ მნიშვნელოვან გარემოებას. რაც საყურადღებოა, იმიტომ 12 და 28 რიცხვი, 28 მარიამობა, მართალია, მაგრამ შემთხვევაში ეს დაემთხვა. ანუ აქ ჩვენ რა გვაქვს? აქ ჩვენ გვაქვს 12-ში ახალმთვარეობა და ერთდროულად მზის დაბნელება და 28-ში გვაქვს სავსე მთვარეობა და მთვარის დაბნელება. რით არის ახლა ეს სახიფათო? აი წელს მაგალითად ჩვენ გვაქვს ესეთი ორი ეგრეთ წოდებული დაბნელებების დერეფანი. ერთი უკვე გავიარეთ გაზაფხულზე და ახლა გვაქვს მეორე. ანუ ეს არის სწორედ აგვისტოს შემთხვევა. 12-დან 28-მდე ჩვენ გვაქვს დაბნელებების დერეფანი. ეს რას ნიშნავს? სამყარო აი აქ უწყობს სწორედ სიყვარულის ზონაში, კოსმოსი უწყობს გამოცდას ადამიანებს. რაზე? თავდაჭერაზე, მოთმინებაზე, სიფრთხილეზე, წინდახედულობაზე. ათო. და როცა გვაქვს დაბნელება, ზოგიერთ ადამიანს უბნელდება ტვინი. თვითონ ვერ იგებს. რატო თქვა ესე? რატომ მოიქცა ესე? მარჯვნივ რო აანთო დავუშვათ და გაჩვენებს რომ მარჯვნივ უხობს, მანქანით რო წავიდა მარცხნივ, შეიძლება ვერ აგიხსნას, მე ხვდი? ანუ ადამიანთა მოქმედება ხდება ხშირად არაადეკვატური, გაუგებარი. ამან შეიძლება პრობლემები, ესე 12-ში და 28-ში ჩემი თხოვნა. ზედმეტი მგზავრობა მოგზაურობისაგან თავი შევიკავოთ, რომ არ იყოს პრობლემები გზაში. პლუს ჯანმრთელობას მიაქცევთ ყურადღება, განსაკუთრებულად გულსიძარღვან სისტემას, არავითარი ნერვიულობა, არავითარი გადაღლა ამ დღეებში, არავითარი სარისკო მოქმედებები, ახალი საქმის დაწყება, ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკებების წარმოება და რაიმეს ყიდვა. აი ხა პურზე და ფქვილზე არ არის. 12 და 28. 12-28. აი ეს ორი დღე გავუფრთხილდეთ საგვდარ თავს. სხვა მხრივ პერიოდი არ არის. და აი რა შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. ეხლა რა დავიდეთ საფრთხე ზოდიაქოს ნიშნებზე. აი ვისა ყველაზე ესეთი აქტიური სიყვარულის დრო, ვერძი. ვერძი იქნება ვერძები ისეთი აქტიურები. არნახული მონადირე, თან ახლა ჯანი ემატება ვერც ამ პერიოდში, იქნება აქტიური ენერგიული ინიციატივიანი, რომანტიკული ურთიერთობები, თავგადასავლები, არსებული სასკოლო ურთიერთობების გაუმჯობესება თან ძალიან იქნება ახლა თეატრალიზებული და აი არტისტული ეს ნიშანი, ხო? აი ნამდვილ შოუ სპექტაკლს თავის სასკოლო. უსურველ წარმატება და ბედნიერება. სურვილიც არ უნდა მიაღწევენ ამას ჩვენ სურვილის გარეშეც, იმიტომ რომ იმდენად იქნება აქტიური ეს ნიშანი და თანიღმლიანი ამ კუთხით. რომეთიც მე გეტყვით იმას, რომ აი დავუშვათ ვერძი არისვენებს. შეიძლება მიიღოს წინადადება და დაეკავოს თანამდებობა. მათ შორის შეიძლება გახდეს მინისტრი და ასე შემდგომ სერიოზული თანამდებობა. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს შვილებთან. ანუ მაგ ახლა ეს ურთიერთგაგება შვილებთან არნახულ დონეს აღწევს და თქვათ შორის თუ ვერძი აქამდე ყოხმანობდა, ვიქორწინო თუ არა. აი ახლა
სწორედ ხელის თხოვნისთვის და ქორწინებისთვის საუკეთესო ეს პერიოდი. 12-ში და 28-ში არა. ხოხოს ვაფხო. მე მგონი იმდენჯერ აღნიშნეთ, რომ ყოველთვის გასაგებია. არა, ნინო, ჩემი გამოცდილები და გეუბნები ამას 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ თუ არ ვიტყვი, ბევრს მე არა ხო და კარგია. ხო და ამიტომ ვამახვილებ კიდე რომ მაინც ეს ხედველობაში იყოს. რაც შეეხება კუროს, აი კუროს ენერგოტონუსი აქვს ცოტა დაბალი. ამიტომ ყველას კარგი ვარიანტი რომ ხა დაისვენოს უკვე აგვისტოში, შვებულება აიღოს ცოტა ხანი, მაინც თუნდაც 2 კვირა, ხო და მშვიდად გაიაროს ეს პერიოდი. არ გადაიღალოს, არ გადაეტვიტოს, რატომ რომ შეცდომების ალბათობა აქვს მაღალი. ეხლა თუ აქ რჩება და მუშაობს, ხო, ნუ აი თუ შეცდომა დავშვა თავის თავს დაბრალოს. ეხლა ყველას კარგია დასვენება თუ მაინც მეორე ნახევრიდან აგვისტოში შეუდგეს საქმეს. მაგრამ თლიანობაში რისთვის არის კარგი პერიოდი. კარგია მაგალითად საოჯახო ურთიერთობებისთვის, აი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, აი პატარა დღესასწაულს თუ მოაწყობთ, სადაც მოიწვევთ ნათესავებს, ახლობლებს, ძალიან სიამოვნებთ. იქნება არნახული და მეტუმეტეს თუ ეს სოფელში ხდება. ამას არ დავიწყებ მთელი ცხოვრება. იმდენ დადებითი ემოციები ექნება, მაგრამ ერთი რამისთვის იყავით მზად. თუ რაღაცა გაგიფუჭდათ სახლში ანაგარ აქვს. შეიძლება იყოს დავუშვათ ელექტროტექნიკა, სანტექნიკა, მზად იყავით. ნუ დაცოფავთ ოჯახის წევრებს და საკუთარ თავს. მაინც გასაკეთებელია. თქვენი, ამიტომ შვიდად წყნარად შეასრულეთ, რომ ამით კონფლიქტები არ შექმნათ. რაც შეეხება ახლა მოდი აღვნიშნოთ ტყუპებს. ტყუპები იქნება ძალიან აქტიური. ზუსტად ის არის, რაც ტყუპებს უყვართ, აი ეს პერიოდი მოდის. კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, ერთობლივი პარტნიორული ურთიერთობები, თანამშრომლობა, გზავრობა, მოგზაურობა, შეიძლება საინტერესო წიგნი ნახოს, საოცარი რამ წაიკითხოს ინტერნეტიდან, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ამ ინფორმაციამ შეიძლება იდეა დაბადოს, რომელიც ფინანსურად იქნება მერე წარმატებული და განხორციელებადი. ამიტომ აი ეს დინამიკა, მოძრაობა, კომუნიკაცია, რაც მას უყვარს, აი ამის დრო ზუსტად. იმოძრავეთ, იმოგზაურეთ, ხალხი გაეცანი და ასე შემდგომ. რაც შეეხება ახლა კირჩხიბებს, კირჩხიბებო, შემოკარგებო, ფულის დროა. ადრეული საქმეები და შეიძლება მიიღოთ ფინანსური დივიდენდები. ამიტომ ნუ იწუწუნებთ. შესაბამისად ამასთან გამომდინარე შეიძლება ეს ფინანსები ჩაიდოს ახალ ბიზნეს პროექტებში, შეიძლება თქვენ განახორციელოთ რაღაც საინტერესო ფინანსური გადარიცხვები, ან დაუშვათ ერთობლივი ფინანსური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ბიზნეს პარტნიორებთან. ამის შანსიც გაქვთ, მაგრამ ფულის ხარჯვის წინ მოქმედეთ პრინციპით. შვედჯერ გაზომეთ, თუ გაჭერი ნუ ჩქარავთ, ხო? სანამ დააბანდებთ ფულს რამეში რაღაცას იყიდით, კარგად გაიაზრეთ. ენერგოტონუსი ცოტა დაბალია პირველ ნახევარში, აგვისტოში, მეორე ნახევარი უფრო კარგი იქნება და წარმატებული, მაგრამ თლიანობაში არ არის ცუდი პერიოდი. რაც შეეხება ახლა უკვე ერთ-ერთ თავარ ფავორიტს, ვინ არის ლომი, იმპერატორთა ნიშანი, ლომებო თქვენი დროა. გამარჯვების პლანეტა, როცა თქვენს ნიშანშია, მზე თქვენს ნიშანშია, რაზე ლაპორაკი ამ ნიშანს ვერ გააჩერებთ, რაც თუ არა შორიდან იცნობთ რატო. არნახული შარმი აქვს. უწყინავს თვალები, მეზიდულობა, ყურადღების ცენტრში ეგრევე ხდება. ლიდერია, ხელმძღვანელია, უშიშარია, მებრძოლია, საუკეთესო დრო აქვს. ეხლა როგორ უთხრათ, მე ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე ლომებს, რომ ლომებო, ეხლა რა დროს დასვენება, ეხლა უნდა იმოქმედოთ, იმუშაოთ, იმიტომ რომ იღბალი გაქვთ არნახული. გინდათ ბიზნესში, გინდათ შემოქმედებაში, ყველაფერში, ამიტომ გინდათ სასწავლო ურთიერთობა, გინდათ მოგზაურობა, გინდათ ბიზნეს სფერო, ყველაფერში ეხლა ხარ ძალიან მაგრები, იმიტომ რომ 12-28 რიცხვის გამოკლებით აგვისტო თქვენია, გამოიყენეთ, იმიტომ რომ ყველაფერში გაქვთ ყველაზე მაღალი იღბალი. ისე დასვენებაც ხელოვნებაა. არა, ხელოვნება არის, მაგრამ იცი რა გააჩნია დასვენებას. მე მაგალითად მიყვარს პასიური სტილის დასვენება, უნდა მოვდუნდე. მაგრამ ეს რო ვთხრა, ახლა ვერც შეიძლება ნევროზი დაეწყოს. იმას უნდა იმოძრავოს და მისი დასვენება არის ზეაქტიური. ვერცი საერთოდ მოდუნებული, როდესმე. ხო, ამიტომ გეუბნები ხა. მე მეგობარი მყავს ვერცი და წარმოგიდგენელი, ამიტომ გააჩნია ვის რა დასვენების სტილი აქვს. მე ხვდები ამის და მეხედავ. ეხლა იცი რა, შორს რო არ წავიდეთ, ერთხელ ასე დავისვენე მე ჩემს ნაცნობთან, რომელიც ვერდისნი და გამარჯვება ჩამოვედი აქ ვისვენებდი მერე. არაფერი არ დატოვა, ეგ თუ რამე იყო საკატაო, სახტუნაო და ესე გადავიდე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩემს უახლოეს მეგობართან ერთთან ერთად ვიყავი სამოგზაუროდ და მინდა გითხრათ, ეს მდგომარეობაში. ეხლა მეც არანაკლები ვარ, მაგრამ ისე მდგომარეობაში, რომ ანუ ფეხებს კურნალობდი მერე ერთი თვე. გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით. სასაუბნოებაში. სამაგიეროდ ამ შილდოსანისთვის იქნება ნორმალური, იმიტომ რომ დაახლოებით დანაბარი სტილი დასვენების. ანუ გაჩნია ვის როგორი დასვენება უნდა. ეხლა კარგი, გადავიდეთ ახლა უკვე ქალწულებთან. ქალწულებო თქვენ გაქვთ კრიტიკული პერიოდი პირველი 2 კვირა აგვისტოში.
ამიტომ დაახლოებით 15 რიცხვამდე ნუ გადაიღლებით. არ გინდათ აქ არაფერი ახალი სარისკო, ამიტომ ჯობია, ყველაზე კარგია გამოსავალი აღება შეულებისა და დასვენების. აი ეს 2 კვირა მაინც 1 აგვისტოს, იმიტომ რომ ეს არის კრიტიკული პერიოდი, დაბადების წინა ქვია მას, იმუნიტეტი გაქვთ 0, ადვილად შეიძლება გაცივდეთ, ემოციური გაღიზიანება მაღალი, ყველა და ყველაფერი ნერვებს გიშლით, და აქედან გამომდინარე მე ყოველთვის ურჩევ. ეს 2 კვირა მაინც 1 აგვისტოში ქალწულმა აუცილებლად უნდა დაისვენოს, თუ შეცდომას დაუშვებს. მერე უკვე გაცილებით უკეთესი პერიოდი დგება მათთვის. ამიტომ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, აი ეს პირველ 2 კვირაში აგვისტოსი განსაკუთრებით მათაც მოშურნეებიც კი მოქმედებენ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, ზედმეტი არ ილაპარაკო და უკვე მეორე ნახევრიდან გააქტიურდეთ. რაც შეეხება ახლა სასწორებს, სასწორი პირიქით ჯანსი ენერგიულია, ახლა მოხდის ენერგია, კომუნიკაცია, გონებამახვილობა, ძალიან საინტერესო პერიოდია და რა კუთხით, უბრალოდ სკოლისა მოდი აღნიშნოთ, რომ რეფორმების დრო აქვს. სიახლეები. ახალი ვარცხნილობა, შეიძლება ახლებური მეთოდოლოგიის დანერგვა, შეიძლება ახლებური ურთიერთობების წარმართვა, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, აქედან მიიღებს ამნიშნული ინფორმაციას, რომელიც მე იდეას დაბადებს, ან შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში არასტანდარტულად აზროვნებს მოქმედებს, რაც მისი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა და ძალიან მნიშვნელოვანია ისთვის თავისუფლება. ამიტომ იმ პირობებში იგი ვერ იმუშავებს და ვერ დაისვენებს, სადაც არ ექნება გარკვეული თავისუფლება. თუ აქ შეზღუდვას გრძნობს, დისკომფორტი ექნება. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრებთან ერთად დასვენება სასწორისთვის არ იქნება ცუდი. ესეც გავითვალისწინოთ. და რაც შეეხება ახლა მორიელს, მორიელებო აგერ ბატონო ყავს ჩვენ წარმოადგენელი. მორიელს რაც შეეხება, როგორ გითხრა ახლა იცი რა? ცუდი არ თქოს. არა, ცუდი არ გეტყვი, უბრალოდ ისე თქვა მინდა რომ ამ კარგი პერიოდია კარიერული განვითარებისთვის პროფესიონალური და ახლა მე ამ დროს უნდა უთხრა დაისვენე. რა როგორ უნდა დაისვენოს ახლა? ანუ როცა შეუძლია კარიერულად, სერიოზულად წავიდეს წინ, მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყაროს და ასე შემდეგ. მაგრამ პერიოდი ხო აი უყურე აქედან გამომდინარე და რატო უნდა დაისვენო გეტყვი რომ შეცდომები არ დაუშვა იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დოზა მუშაობას თავისი უყურე ყველაფერი სამყარო არის ბალანსში ანუ ზომიერად ვიმუშავო ამაშია შენ რომ ზომიერად იცხოვრო უნდა დაისვენო კიდეც და იმუშაო ხო და თუ გადაიღლები მე შეცდომებს დაუშვებ მე რა მორიელი ხარ კინაბეტონი ხარ მაგრამ შენ ადამიანი ხარ ბოლო-ბოლო ხო აქედან გამომდინარე მოდი ახლა ავნიშნოთ რომ აი მომეწონე კინაბეტონი კინაბეტონი არიღუნება რო იტყვი ადას ნიშანი ხო აქედან გამომდინარე მოდი ახლა ავნიშნოთ რომ ესე იგი მე მაინც გირჩევ რომ პირველი 2 კვირა ცოტა დაასვენო იმიტომ რომ შენ იგნოს რომ იმუნიტეტი ეცემა და ორგანიზმი შენი გაგნობილებს ხო აი უკვე დაიწყო ეს პროცესი სადღაც 15 რიცხვამდე კარგი იქნება თუ დაისვენებ აი ესე ვაკეთებ აი მერე უკვე 15-ის მერე უკვე ენერგია ჯამი მოდის უკეთ იგზნობ თავს და აი მერე სხვა შეს კარგი იქნება თუ აი თუნდაც არ მუშაობ ხო დავშეთ შეფულება გიგზ იფიქრე აი პროფესიონალური წინსვლისთვის რა შეიძლება იქნება ახალი პროექტი იქნება ახალი იდეა და ახალი რაღაცა რუბრიკა და ასე შემდგომ ხო აი ამაზე რომ აქ გაქვს საშუალება პროფესიონალური განვითარება და ზოგადად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა სიახლეები თავისთავად მაგრამ მორიელ სიახლეები ნაკლებად უარს და უჭირს რასაც მიჩვეულია იქ არის კარგად ამ შემთხვევაში კარგი იქნება თვათარა განახლებები რა შეეხება ახლა ესეთ ნიშანს როგორც არის მშვილდოსანი აგერგვიზის ჩემო კარგებო ჩვენგან ხელმარჯვნივ ჩვენი მიხეილი ესე იგი მოდი ასე თქვა 16 სექტემბრამდე მე ყველა მშვილდოსას ვეუბნები შავი მთვარე მასწავლებელი ძალა გადის თქვენ ზოდიაქოში ამიტომ ცოტა ფრთხილად გაიარეთ მათ შორის უცხოელებთან კონტაქტების კუთხით გავფრთხილდით ღვიძლს ნაღულის ბუშს მაგრამ თლიანობაში აგვისტო გადასარევი გაქვთ, იმიტომ რომ ხარ ჯანზე, სენსკლისტიკია, თქვენ ლომის მონათესავე ხართ, ამიტომ თქვენში მატლობს შარმე, მიზიდულობა, ყურადღების ცენტრში წადვილად ხდები და საუკეთესო პერიოდია ზუსტად იმისთვის, რაც გიყვართ. გზავრობა, მოგზაურობა. ოღონდ ამ შემთხვევაში მე მაგალითად ურჩევდი, რომ მოგზაურობა იყოს სამშობლოში მეტად ვიდრე უცხოეთში. საოცარ სტაბილიზებებს მიიღებთ, აგერ ბატონო მარტვილის კანიონი უამრავი საინტერესო ადგილები გვაქვს, დიდ სიამოვნებას მიიღებთ და რაც თორეა ხართ განწყობილი ოპტიმისტურად, ოპტიმიზმი გაძლევს საშუალებას, რომ გინდ საქმეში გინ დასვენების დროს არნახული შტაბის მიიღო, წარმატებასაც მიაღწევა და სხვა შეს ფინანსური კუთხითაც ძალიან საინტერესო თვეა. მნიშვნელოვანია რომ შემდეგ დაგვიბრუნდეს ეს 16 სექტემბრიდან დატოვეს თქვენ ზოდიაკოს და შენ თვითონ იცნობ აი რაღაცა შინაგანი სიმძიმე მოიხსნა. მე ხვდე ამ გამოსვლასაც ჩააბარებ. ეხლა რაც შეეხება უკვე ზუსტად ახასიათებს არა ნინო ზუსტად ხის რქებს რაც შეეხება ხის რქები უბრალოდ სკოლისა გაითვალისწინეთ
თავარი რაც მოგეთხოვებათ აგვისტოში ენაზე კბილის დაჭერა საიდუმლოს დაცვა რას აპირებთ რა გეგმები გაქვთ ვისთან ერთად აპირებთ თანამშრომლობას დავუშვათ ვინ გაიცანით ან რა გეგმები გაქვთ ვინ მოგწონთ ხმა რა მოიღოთ თქვენ უნდა იყოთ ნაცრისფერი კარდინალი კულისებს მიღმა ყველაფერს ხედავთ აკონტროლებთ მაგრამ ზედმეც არ ლაპარაკობთ აი ეს მოგეთხოვება თქვენ თორე გათქვავთ თუ არა ინფორმაციას ხვები გამოიყენებენ თქვენ საწინააღმდეგო ჩამოყვალთ სექტემბერში და აღმოაჩენთ რომ თქვენ იდეა უკვე განხორციელებულია სხვის მიერ აი ეს მოხდება ეს ერთი მეორეც ერთი სხვაშორის ეს პერიოდი კარგია როგორც ურთიერთობისათვის ასევე ძალიან კარგია საქმიანი კონტაქტების კუთხით ამიტომ თქვენ თუ ისე შეძლებთ რომ აგვისტოში თან იმუშავებთ საქმეს გააკეთებთ დავუშვათ ბიზნესმენი ხართ თან ისვენებთ აი ეს იქნება ყველაზე კარგი ეთო თხისკაც რომ მოვთხოვო რომ აუ წამოწეკი ხარფი არ გააკეთო ნევროზი დაეწყება რატომ იმიტომ ეს ვერძივით ისეთი კი არ არის გიჟ გადარეული რომ ას უნდა მოძრაობდეს არა მაგრამ თხისკაც ძალიან უყვარს რაღაცის კეთება საქმეში ყურში უნდა იყოს მაინც ხო აღინა გამომდინარე ეს ის ტიპაჟია რომელიც აი დავუშვათ პლაჟზეა ტელეფონი უკავია და აკონტროლებს აბა თანამშრომლობა რა გავექის წახვერდი ეს გააკეთე იმას დაურეკე ეს უნდა იყოს და თან ისვენებს აი ესეთი ვარიაცია იქნება ყველაზე კარგი მისთვის რა შეეხება ახლა ზეთ ნიშანს როგორც არის უკვე მერწყულებო ეს თქვენ გაქვთ საოცარი პარტნიორული ურთიერთობების დრო აი დავუშვათ ყავთ ვიღაც შეყვარებული ერთად წადით და ისვენეთ ამ შემთხვევაში არა გამორიცხული შეიძლება ბიზნეს პარტნიორთან ერთთანაც აღმოჩნდეთ დასვენების პირობებში სადაც თქვენ საქმესაც აკეთებთ და თან ისვენებთ ორივე ერთად შეიძლება იყოს საქმიანი მივლინება ესეც იქნება კარგი მაგრამ მერწყულს აქ რა პრობლემაა ძალიან უჭირს თავისუფლების დაკარგვა და ესე იგი იმის თქმა რომ აი მოდი შევქნათ ოჯახი მისთვის არის კოშმარი ეს გული იმიტომ თავისუფლების დაკეტვას ნიშნავს მაგრამ ამჯერად აგვისტო გაძლევს საშუალებას რომ ამჯერად ხელით ხოვოთ თქვენს პარტნიორს ან იქორწინოთ ამისთვისაც კარგი პერიოდია თუმცა მოდი ახლა ისიც ავნიშნოთ რომ თქვენა გაქვთ უნარი არნახული აგვისტოში პრობლემა შეიქმნა რაღაც დაძაბულობა სიტუაცია თქვენს ირგვლივ შედობიანა დიპლომატიი და კომპრომისების წვითაო და არ აგრესიით რაც ერთიორად აძლიერებს თქვენს ავტორიტეტს ირიბლიყო ადამიანებში საუკეთესო დროა შემოქმნებით მუშაობისთვის ხართ რეჟისორი ან მსახიობი ან მომღერალი ან მხატვარი აი აქ შეიძლება პატარა შედევრი შეიქმნას თქვენი მხრიდან ამიტომ აუცილებლად ისვენებთ ხატვარი ხართ აუცილებლად წაიღეთ და ხატეთ რაღაცა ან რაღაც კომპოზიცია შეიძლება შექმნათ ხო რაც შეიძლება ახლო ხელოვნების ფართო სპექტრთან შემოქმედებით ნიჭთან და რაც შეეხება ახლა უკვე ესეთ ნიშანს როგორც არის თევზებო მე მაინც გირჩევთ რომ პირველი ნახევარი მაინც დაისვენოთ აგვისტოში აუცილებლად იმიტომ რომ ტონუსი დაბალი გაქვთ ჯანმრთელობა არ ამდგრადია ემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს და დაასვენეთ თქვენი თავი მით უმეტეს განუყვართ წყალი ამ ნიშანს ვაფშეთ ბუნებასაც წყალი აი ქრა შეიძლება მეტად და ეს არის პერიოდი რომელიც ხელსკობს რას დალაგებას აი თქვენ შინაგანად დალაგდებით ამ დასვენების დროს გონებას დაასვენებთ დაალაგებთ აზრებს დაალაგებთ ურთიერთობებს გაუმჯობესებთ თქვენს ჯანმრთელობას თუ რაღაც პრობლემები გქონდათ მოიყვანთ მას წესრიგში და გაიაზრებთ რას აპირებთ რა გეგმები გაქვთ მომავალში რა უნდა გააკეთოთ ვისთან ერთად და ასე შემდგომ საუკეთესო პერიოდია იმისთვის რომ თქვენ მოიმზადოთ ახალი განვითარების ეტაპისთვის რომ ეს დაგეწყებათ სექტემბრიდან და აგვისტო ამის გადასწრების საშუალებას გასძლევთ ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა და თავარი ამოსავალი ჩვენ უფრო სწორედ გვისაუბრია და თქვენ არაერთხელ გითქვავთ რომ ენერგია ხო ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთ ნიშანს რა ენერგიასაც გავცემთ ის დაგვიბრუნდება ის ბუმერანგის პრინციპით და როცა თუნდაც აი ხა არის რომ რაღაცა რთული მდგომარეობა პოზიტიურ ჭრილში უნდა ვიყო ნუ ამ შემთხვევაში ეცერა ჩვენ ეს კითხვა არც უნდა დავსვათ იმიტომ რომ ჩვენ გადავედით უკვე იმ მინდორზე თამაშისა რომელსაც ქვია სიყვარული ერთადერთი ენერგია რაც აქ უნდა ყველაზე მეტად გაიცეს ეს არის სიყვარული სიყვარულის დროა შემოკარგებოდა სიყვარულით იშრომეთ იცხოვრეთ და დაისვენეთ და აი ამ ესეთ სიყვარულით დროებით დაგემშვიდობებით რა თქმა უნდა გისურვებთ საუკეთესოს შემდეგ ახალ სეზონზე უკვე სიყვარულით დაგხვდებით და თქვენ სიყვარულით შემოგავლებით ჩვენ სიყვარული ყოველთვის სექტემბრი ინდონეზია ესეთი აქვს რომ აი დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად მექნება პირადად ასე ფიქრობ რომ ყველა ჩვენს მენელს თქვენთან საუბრის თქვენი საუბრის შემდეგ ესეთივე გზნობა მადლობა მიხეილ ცაგარელი იყო ჩვენთან